სკოლაში ოჯახი ხარ ოჯახი კაპიტანი ამალით გესალმება თქვენ კაპიტანი ამალით გეხმარება თქვენ ჩვენთან ერთად იყავი სანამ სკოლაში ოჯახებოს სწორდით და გაცოცხლეთ ნოტები მე ვარ ბუა ყოჩაღების ქუჩიდან გადამიყენეს ამ ყოჩაღებმა თუიდან დასწავლობს ათიანზე ყველა შემოგვიერთდი ოჯახების ქუჩაზე დილა მშვიდობის დღეს ოჯახების ქუჩაზე ყველაზე მხიარული განწყობაა. დედიკოებმა და მამიკოებმა თავისი შვილები მე და ჩემს ოჯახებს დაგვიტოვეს და ჩვენ ისინი უნდა გავართოთ. აბა, დავიწყოთ. პირველი შემოდის ვირი და მაიმუნი. მოდი დაბრძანდით. შემდეგი არის დალმატინელი. რა არის ცუგა ერთი შეხედე. დაბრძანდი. შემდეგი მოდის დათვი ბალუ. დაუკარიტაში ბავშვებო. შემდეგი მოდის კურდღელი. კურდქვიტა. უი რა ლამაზი კურდღელია. აი გიდაჯექი. კურდქვიტა. შემდეგი მოდის ცუგა. აში დაუკრათ ბავშვებო. შემდეგი მოდის ფისო. მიაუ მიაუ მიაუ. Hakuna Matata. What a wonderful phrase. Hakuna Matata. Ain't no passing craze. It means no worries for the rest of your days. It's our problem-free philosophy. Hakuna Matata. Hakuna Matata? Yeah, it's our motto. What's the motto? Nothing. What's the matter with you? You know, kid? Hakuna Matata. What a wonderful phrase. Hakuna Matata. Ain't no passing craze. It means no worries for the rest of your days. Yeah, say it, kid. It's our problem-free philosophy. Hakuna Matata. ერთი ამათ შეხედე. მღერიან, დაძუნძულებენ, მომიწყვეს აქ ზოოპარკი. ერთი წუთით. იცით ეს რა არის? ეს გასაღებების აცმარისია. ეს არის ზოოპარკის გალიების გასაღებები. ხოდა? ამბათოა ჩვენებს ზოოპარკს. ეხლა წავალ ზოოპარკში. გავხსნი გალიებს და გამოვუშვებ ცხოველებს და მე ნახონ რა არის ზოოპარკი. მიფრთხილდი. კაპიტანო და პატარა კაპიტნებო, მიფრთხილდი. მომდივარ. ბავშვები, გავართეთ და ახლა დროა ყველამ ერთად ვივარჯიშოთ. ჩემო ყოჩაღებო, დღეს ჩვენთან სტუმრად არიან კლუბი დავითის ახალგაზრდა სპორტსმენები. ესე იგი, დღეს ჩვენ გვექნება ძალისმიერი სამჭიდი და ასევე ათლეტიზმი. თუ გინდა რომ შენი სხეული გამოიყურებოდეს როგორც აპოლონის სხეული, სწორედ აქ უნდა ივარჯიშო. აბა დავიწყოთ პირველი ვარჯიშით. ეს არის მხრის კუნთების ვარჯიში. ბავშვებო, ეს უფროსების გარეშე არ გააკეთოთ და საერთოდ მძიმე არ აწიოთ. დავიწყოთ. 1 2 3 და ასე 10-მდე უნდა გავაკეთოთ, რომ ხრის კუნთები გქონდეს ჯანსაღი. საკმარისია, დიდი მადლობა. შემდეგი ვარჯიში ეს არის ბიცეპსის ვარჯიში და შემდეგი სპორტული ინვენტარით უნდა გავავარჯიშოთ ბიცეპსის კუნთები. გთხოვთ? ბავშვებო, თქვენ შეგიძლიათ მუთაკა დაიჭიროთ, მსუბუქია და ისე ივარჯიშოთ. დიდი მადლობა. საკმარისია და გადავდივართ მესამე ვარჯიშზე. მესამე ვარჯიში სიმძიმეებით, ანუ განტელებით, ბიცეპსის ვარჯიშია ესეც. გთხოვთ?
აი ესე რიგრიგობით, ჯერ ერთი ხელი, მერე მეორე ხელი. ასე თუ ივარჯიშებ, ხელს ვერავინ გადაგიწევს. მადლობთ. საკმარისია. შემდეგი ვარჯიში ვაჩვენოთ ჩემს ყოჩაღ მაყურებელს. ესე იგი, აქაც სიმძიმეები უნდა ავწიოთ. ეს არის დაწოლილ მდგომარეობაში აზიდვა და მკერდის კუნთები უნდა გავავარჯიშოთ. ხა ბავშვებს შეგიძლიათ პატარა ბოთლებში ჩაასხათ წყალი და სიმძიმეები აწიოთ. ოღონდ უფროსების გარეშე არ შეიძლება. საკმარისია, მადლობთ. შემდეგი ვარჯიში. თქვენ ჯერია, გთხოვთ. ესე იგი, ახლა ვაკეთებთ სიმძიმის აწევა და ეს არის ტრიცეპსის კუნთების გასავარჯიშებელი ვარჯიში. აბა, ნახოთ როგორ კეთდება. არც ისე ადვილია. მადლობთ, საკმარისია. შემდეგი ვარჯიში. ეს არის წინა მხრის გასავარჯიშებელი ვარჯიში. თქვენ ჯერია, აბა გვაჩვენეთ როგორ უნდა ვივარჯიშოთ. მადლობთ, საკმარისია. და კიდევ ერთი ვარჯიში, ეს არის მთავარი ზურგის გასავარჯიშებელი ვარჯიში და უნდა ითქვას, რომ აი ეს ხმაწვილი 25 მაისს იღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში და წარმატება მინდა უსურვო. მაჩვენე, სწორედ ამ ვარჯიშით უნდა მიიღო მონაწილეობა, როგორც ვიცი. აბა ვნახოთ რა ვარჯიშია. ავწიეთ, გავსწორდით. სპორტის ამსახეობაში არის წონითი კატეგორიები და შესაბამის წონით კატეგორიას შესაბამისი სიმძიმე მოყვება, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა. ჩვენთან სტუმრად იყვნენ კლუბი დავითის ახალგაზრდა სპორტსმენები. მე კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ და აბა მინდა რომ მაისში მოგილოცოთ საქართველოს ჩემპიონობა. წარმატებას გისურვებთ. ოჩაღების ქუჩაზე აბა ჩემო ყოჩაღებო, ვის უნდა მიფასის მიერ დაწესებული დისკი, რომელზეც სოფლიოს ხალხთა ზღაპრებია ჩაწერილი, საკუთარი კოლექცია გექნება. ეს არის პირველი ქართული ანიმაციური პროექტი. მაშასე კითხვა ადვილია. აბა ყოჩაღებო, ყურადღებით, რა ფერი მიიღება წითელის და თეთრის შერევით? მოიფიქრე, დარეკე და მიიღე საჩუქარი. ძლივს გამოვასწარი. კიდაღავ შემჭამეს ლომებმა, მგლებმა, ტურებმა და ზაზუნებმაც კი. თქვენ გონიათ რომელიმე გალისკარები გავახე? არა, რომ მივედი შიშისგან გული კიდაღავ გამისკდა. იცით რა? ზოოპარკის მეპატრონემ რა მითხრა? შენო, იმიტომ გეშინიაო, მე ბუას, არა, კი შემეშინა, როგორ არ შემეშინა, იმიტომ გეშინიაო, რომ ცუდი განზრახვით მიხვედი გალიასთანო. ხო, მე ამტკი და ეს გასაყებები მოვისროლე და შვესროლე კიდაღავ თავში გავარტყი ცოტა აცდა. ერთი მაინტერესებს. იქ ყოჩაღებს შევნიშნე. მაგათ რა ცხოველების არ ეშინიათ? երը მგონია, ავერთი ვნახოთ, რას აკეთებენ. ნახე. ცხოველებს ათვალიერებენ.
ერთი ამათ შეხედე, ერთი ამათ შეხედე. ვითომ ახლა ამათ რა კეთილი განზრა ხო აქვთ? შინიათ. ახლოსაც არ მიდიან გალიებთან. შიშრები. მაგათ. სოპარკში ქცევის წესები იციან. ეთყობა ასწავლეს. მივხვდი ვინც გააკეთავეს. იმ ხოყლოჩინა კაპიტანმა ასწავლა ეთყობა. რა ენაღლება მაგ კაპიტანს? რა ენაღლება? სულ კარგ განწყობაზია მაგის ოთახიდან სულ სიმღერის ხმა ისმის. აი ახლა ღერიან. ჩემო ყოჩაღებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო ჭკვიანებო, მიხარია რომ ჯერ არ დაღლილ ხართ, მიხარია რომ ასეთი შემართებით ხართ, მაგრამ დღეს უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ დილით ისევ შევხვდებით ერთმანეთს. Hello, hello, little Azeeboo. Come play with us and just have fun too. Plenty of kisses only for you. We love you, little Azeeboo. ვიღაცას სიმშვიდე დაურღვია. გამარჯობა ნედ. რას ხატავ? კარგი რა, ნუ გწვენია. მართლა ძალიან მაინტერესებს რას ხატავ. არაჩვეულებრივია. ნეტავის უნდა აჩუქო. გამარჯობა ოზიბუებო.
ყველა საკმაოდ მოწყენილები ჩანხართ. რა მოხდა? გასაგებია. ლურჯ პინგვინზე დარდობთ. კი, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია რაც არ გეთამაშებათ. თელ დროს ნელისთან ატარებს და გაინტერესებთ ჯერ კიდევ თქვენი მეგობარია თუ არა. ნუ დარდობთ ზიბუებო. ლურჯი პინგვინი თქვენზე გაბრაზებული არ არის. ფაქტიურად ასე კარგად ჯერ არასდროს ყოფილა. ის შეყვარებულია. ეს არის და ეს. ლურჯი პინგვინი ნელიზე ყურებამდეა შეყვარებული. Hello, hello, little Ozzy Boo. Come play with us and just have fun too. Plenty of kisses only for you. We love you, little Ozzy Boo. ოზიბუ. ზოგჯერ გაგვიძება რთულია. ღმერთო ჩემო, წითელ პინგვინს როგორ ღრმად წინავს. მის გასაღვიძებლად სხვა რამ სადენელი. დილამშვიდობის დედ. გონი წითელი პინგვინი ადგომას ჯერ არ აპირებს. დღეს ყველა საცურაოდ მიდიხართ? მაშინ წითელი პინგვინი ახლავე უნდა გააღვიძოთ. ბევრი ეცადეთ? დარწმუნებული ხართ? შვენიერია პინგვინებო. ხომ ხედავთ, გამოგივიდეთ. აი, გამართლებაც ამას ქვია. დედ, ყველაზე ბოლოს ადექი და წყალში პირველი ჩახდი.